და კვლავ საქართველო. სომეხი მხატვრების საქართველოში ამ სახელწოდებით კულტურის სამინისტროში კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში მე-19 საუკუნის მხატვრების ფერწერული და გრაფიკული, ასევე თეატრისა და კინოს მხატვრობა იყო წარმოდგენილი. კატალოგში საქართველოს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული 29 მხატვრის 140 ნამუშევარია წარმოდგენილი. პრეზენტაციას სომხეთის ელჩი საქართველოში და კულტურის მინისტრის მოადგილე დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანი ეს მე ვიტყოდი ალბათ პირველი რეტროსპექტივა სრული 19 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე მოყვანილი სომეხი მხატვრების ნამუშევრებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ წიგნში, რომლებიც საზრდოობდნენ საქართველოში და რომელთა ასე ვთქვათ მეორე სამშობლოში პირველი გახდათ საქართველო. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან კარგი საქმე, შევქმნით უმაღლესი ხარისხის კატალოგი, რომელიც წარმოაჩენს ქართულ და სომხურ საზოგადოების იმ მხატვრებს, რომლებიც ცხოვრობდნენ და ქმნიდნენ საქართველოში მე-19-20 საუკუნეებში. მოხარული ვარ, რომ ამის გაკეთება შევძელით. ეს კიდევ ერთი ხიდია ქართველ და სომეხი ხალხის ურთიერთობაში. ჩვენი მეგობრობა საუკუნეებია გრძელდება და ეს მომავალშიც ასე იქნება.